ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა მკაცრდება. მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება, აანონსებს მმართველი გუნდი. Როგორ მიიღო საზოგადოების ნაწილმა ანტინარკოტიკული რეფორმის შესახებ ინფორმაცია, სპექტრმა კითხვა ქალაქის ქუჩაში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით დასვა. ეს კანონი ჩემი აზრით ადრეთაც უნდა გამკაცრებულიყო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდობა დაიღუპა და რაც უფრო მეტად ეს მთავრობა უფრო მეტად გაამკაცრებს, მეტ უფრო ისეთ კანონს გამოუშვებს, მისასალმებელი არისა და რა თქმა უნდა მომავალი თაობაც მოვა გონს, რომ ეს ცუდი და დამღუპელია და მივესალმები აი ამ გადაწყვეტილებას ნამდვილად. კანონი უნდა მიიღონ, მაგრამ ამ კანონს შესრულება უნდა. შეუსრულებელი კანონი არაფერი არ არის. კანონს შესრულება უნდა, ისე უნდა გამკაცდეს კი ბატონო. მე მხრობ, იმიტომ რომ ახალგაზრდობა ძალიან ცუდ დღეში არის და იღუპება ხალხი. მე მხრობ. ჩემი აზრით კანონის გამკაცრება ამ შემთხვევაში ძალიან კარგია, იმიტომ რომ რაღაც შემაკავებელი ბარიერები უნდა გქონდეთ განსაკუთრებით ახალგაზრდებს. ოღონდ მთავარი არის, რომ ხელისუფლებამ ეს არ გამოიყენოს თავისი მიზნებისთვის, თორე სხვა შემთხვევაში ყველა თვლი რომ დადებითი იქნება. საერთო პრობლემად აღიქვამს და ერთ-ერთ ურთულეს გამოწვევას უწოდებს თამარ ჯაფარიძე ქვეყანაშია მიმართულებით არსებულ ვითარებას. ორგანიზაციაში დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ თვლიან, რომ ნარკოპოლიტიკის გამკაცრება არ არის გამოსავალი. სახელმწიფომ თამარ ჯაფარიძის თქმით, მეტად უნდა იფიქროს ამ კატეგორიის მოქალაქეთა რეაბილიტაცია რესოციალიზაციაზე. ჩვენი ორგანიზაცია დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ ერთხელდა მრავალი წლის მანძილზე ჩვენ გქონდა საკომიტეტო განხილვებში ჩართულები ვიყავით. უბრალოდ აი ამ პოლიტიკური ბატალიებიდან გამომდინარე ჩვენ უკვე პარლამენტთან ურთიერთობა ნაკლებად გვაქვს, მაგრამ მოგახსენებთ, რომ ის რასაც დღევანდელი პარლამენტი ანონსებს, ეს არის ასე ვთქვათ არაწინ გადადგმული ნაბიჯი დამოკიდებულ ადამიანთა კუთხით, არამედ უფრო უკან გადადგმული რეპრესიები არავითარ გამოსწორებას არ იძლევა. ჩვენ სტრატეგია სახელმწიფო ხედვა უნდა იყოს პრევენციაზე მიმართული და ასევე უნდა იყოს ნარკოდამოკიდებულებების რეაბილიტაცია, რესოციალიზაციის საკითხზე აწყობილი. გამკაცრება არ არის მიზანმიმართულად, აი რომ გისოსებს იქეთ გამოვკეტოთ, რომ მას ცხოვრება დაუყადაღოთ, რომ მას ფინანსური ვალის გამო შეიძლება კრიმინალურ ხაზზეც გავიდეს და ის აღმოჩნდეს დასასჯელის სკამზე და ძალიან ბევრია ასეთი. ამიტომ ჩვენ სახელმწიფომ უნდა შესთავაზოს ასეთ ადამიანებს რეაბილიტაცია, რესოციალიზაციის საკითხები, სკოლებში დავნებოთ პრევენციული ღონისძიებები, ფსიქოთერაპევტებთან და სოციალურ მუშაკებთან ერთად და სახელმწიფომ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა წელი შეუწყონ ეგრეთ წოდებულ ასაკის ბავშვებს, თინეიჯერებს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში. თუ ჩვენ ამას მივახცევთ, ჩათვალეთ, რომ ის გამკაცრებული პოლიტიკა, რომელიც დღეს სახელმწიფოს აქვს აღებული, წაიშლება და ის გადიდებული და დროშაში მომატებული მეტადონის პროგრამებით საჭირო აღარ იქნება. მომატება, დოზის გაზრდა, უფრო მეტად, ესე ვთქვათ, დაჯდომას, ეგრეთ წოდებულ დაჯდომას წამალზე ნიშნავს, ვიდრე დაუშვათ ამ ადამიანებს მივცეთ გარკვეული სამსახური, რომელსაც გააკონტროლებს სოციალური მუშაკი, როგორც ევროპაშია, ის იქნება როგორც ოჯახისთვის სარგებელი, ასევე ქვეყნისთვის სარგებელი. როგორც ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ანტინარკოტიკული და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის კამპანიის ერთ-ერთი ინიციატორი ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილია. რეფორმის შემუშავებაში აქტიურად ჩართული იყო საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო ოპოზიციაც. მან გამოთქვა იმედი, რომ საზოგადოება გვერდით დაუდგება რეფორმას და რამდენიმე თვეში შედეგები პოზიტიური იქნება.
მამუკა მდინარაძემ საკანონმდებლო მიმართულების ძირითად საკითხებზეც ისაუბრა. პირველი ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისათვის სასჯელები მაქსიმალურად მკაცრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნარკორეალიზატორებისათვის არათუ განსაკუთრებით დიდი ან დიდი ოდენობის ნარკოტიკის, არამედ მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისათვისაც კი სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უბადო პატიმრობა იქნება. მეორე, ორგანიზებული დანაშაულის და რეკეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტით განისაზღვრება ნარკოვაჭრობისა და ნარკომოვაჭრის ცნება და მოწესრიგდება მათთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები. კერძოდ, განისაზღვრება თუ ვინ შეიძლება იყოს ნარკომოვაჭრის ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი და დაკავშირებული პირი. ამასთანავე დადგინდება თუ რა ჩაითვლება ნარკომოვაჭრის ქონებად. დაიხვეწება საკანონმდებლო ჩარჩო, რითაც შესაძლებელი გახდება ნარკორეალიზატორისათვის ან ნარკოტიკების გავრცელებაში ხელშემწყობი პირისთვის მის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოსთვის გადაცემა. მესამე, 2025 წლის 1 ივნისიდან იმ შემთხვევაში თუ პირს დაუდასტურდება ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი ან თუ პირი თავს აარიდებს ნარკოლოგიურ შემოწმებას, მას 3 წლით ჩამოერთმევა ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. 5 წლით ჩამოერთმევა საჯარო სამსახურში პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, ასევე იარაღთან დაკავშირებული უფლებები. ცვლილებები გამკაცრების მიმართულებით შეეხება სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის სხვა შესაბამის ნორმებსაც. აქვე მივმართავთ კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომ გაიზიარონ ეს მიდგომები და სახელმწიფო ამოუდგნენ გვერდში ნარკოტიკული ანტინარკოტიკული კამპანიის წარმოებაში და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში.